Mercedes-ი არის, აქ ყველა ავტომობილი არის 0 კილომეტრით, ახალი ავტომობილებია და ამას ჩვენ ყველას ვაძლევთ იძახის იმის გარანტია, ამის გარანტია, ბიჭო. ქარხნული გარანტია, მე ვარ პასუხისმგებელი, ხო? სად ნახე შენ რომ ქარხანა გარანტიას აძლევდეს? ქარხანა გარანტიას მაძლევს მე და როცა გიო იყიდის ავტომობილს, გიოს მე ვაძლევ გარანტიას. და ჯერ ისეთი შემთხვევა არ ყოფილა. იცის აგერ თვითონ გიომაც იცის და ყველამ იცის, რომ ისეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, რომ ჩვენ თქვათ ავტომობილი გაფუშტა და ვერ გავაკეთეთ. წამობრძანდით. ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. რაც შეეხება ეს მოგწონს? აი ეს საიდან მოვიდა? აი ამაში ძალიან დიდი ფულია გადახდილი. ეს ვნახე გერმანიაში გამოფენაზე და პირდაპირ გერმანიის გამოფენიდან ვიყიდე. კაც როცა უთხარი რომ ეს უნდა მომყიდო, კაცმა მითხრა რომ რას ქვია მოგყიდო, ეს არის საგამოფენო ავტომობილი, რომელსაც ჩვენ არ ვყიდით. ეს არის გამოფენისთვის. მე ვთხარი ეს მე 10 დღეში უნდა მქონდეს საქართველოში ჩემ ცენტრში. და იმდენი ვქენი, რომ ეს მე ჩამოვიყვანე და დგას ჩვენს ცენტრში და ნომერი რა აქვს? შეხედე? 0001. ეს რა თქმა უნდა სიმბოლურად ეს ნომერი გავუკეთეთ. აი როგორც 22 წლის ხარ, ხო? აი 22 წლის გოგოს. აი ესეთი ცენტრი ბევრ ქვეყანაში ყოფილხარ. აი ესეთი ცენტრი სადმე გინახია? საქართველოში ვერ ნახავ. მე გეუნები საქართველოს ფარგლებს გარეთ. გინახია? ჯერჯერობით არა. როგორ არის? თქვენ ხო აქ ხართ, ხო უყურებთ. აი ხო ხედავ როგორ არის. ყოველ დილით რამდენი ადამიანი წმინდავს. რამდენი ადამიანი ტერიტორიას წმინდავს. ყოველ დღე ავტომობილები ირეცხება. მე ხო იცით, ყოველ დღე მაიმწყიდით 1 და 2 ავტომობილს, ხო? ამ შემთხვევაში აი როგორ ვაფორმებთ ავტომობილებს, ხო? ჩვენთან მაქსიმუმ 15-20 წუთში ნებისმიერი ავტომობილი ფორმდება. ერთი სიტყვით, ვისაც უნდა დღეს ავტომობილი, გარეთ ბევრი ავტომობილი დგას. ქუთაისში ძალიან ბევრი ავტომობილი გვყავს და ბათუმში ისეთი ცენტრია და იმ დონეზე თქვენ ხო ნახეთ? იმ დონეზე არის რემონტი მიმდინარეობს, რომ ბათუმის ცენტრი მგონი აჯობებს თბილისის ცენტრს. მითხარი შენ, რა არ მოგწონს აქ? ყველაფერი მომწონს და არაფერს არ შეცვლიდი. არ შეცვლიდი არაფერს? მაგარი დიზაინერი ყოფილ ვარ?